ეს ერთი პატარა მონაკვეთი იყო, ეს ორი დღე მართლაც გამორჩეულად დატვირთული და მნიშვნელოვანი იყო ყველა მიმართულებით მუსიკალურადაც, იდეურადაც, ყველა ადამიანი თვინც იყო იქ შეკრებილი. სხვათა შორის გასათვალისწინებელია და ხაზგასასმელი ის არის, რომ როცა ქვეყანის შექმნილ ვითარებაზე გინდა წარმოდგენა შეგექმნას, ყურადღება უნდა მიაქციო ესეთი ღონისძიება და ესეთი მასშტაბური აქტივობები რა გზავნილებს აკეთებს. იმიტომ რომ იქ მთელი საქართველო იყო ფაქტობრივად და ეს არის ყველაფრის ინდიკატორი, მე რა ხდება რეალურად ჩვენს ქვეყანაში და მადლობა ორგანიზატორებს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამის ნაწილი იყო. ეხლა უნდა გავაგრძელოთ იმ მნიშვნელოვან დოკუმენტზე საუბრით, რაზეც ვდგავართ ჩვენ, როგორც ქვეყანა და როგორც ხალხი. ჩვენ საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევინებაა დამოუკიდებლად დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყოფ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განუამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დარყნობით, ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ კონსტიტუციას. ასე იწყება საქართველოს კონსტიტუციის ტექსტი. 1918 წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს დამოუკიდებლობის აქტით გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, რითაც ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრიობის ახალი სისტემა და პოლიტიკური სტრუქტურა. მცირე ხნის შემდეგ 1921 წელს ეროვნულმა საბჭომ მიიღო ქვეყნისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის დოკუმენტი საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პირველი კონსტიტუცია რეალურად არ ამოქმედებულა, მასში აისახა ქართული ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციები და ცივილიზებული სამყაროს ღირებულებები, რაც გახდა 1995 წელს საქართველოს კონსტიტუციის მიღების საფუძველი. კონსტიტუციის მნიშვნელობა და დანიშნულება სახელმწიფო სამართლებრივი საფუძვლის ჩამოყალიბებებით არ ამოიწურება, მის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. კონსტიტუციის ნორმები აღწევს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და ეხება ყველა ადამიანს. დღეს სწორედ საქართველოს კონსტიტუციისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ვისაუბრებთ იურისტ გოგა ხატიაშვილის რუბრიკაში. გოგა ჩვენთან ერთად არის და გოგა თავად წარადგენს ჩვენს სტუმარს. მოგესალმებით გოგა. მადლობა და რაც გქონდათ დღეს მოგელოცავთ. მოგესალმებით და მეც გილოცავთ დღევანდელ დღეს ქართველ ერს, ქართულ ხალხს ვილოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ეს დამოუკიდებლობა, თავისუფლება არის ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი მონაპოვარი და მას შემდეგ რაც 1918 წლის 26 მაისს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მიიღო ეს დამოუკიდებლობის აქტი, საქართველო გახდა დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო და შეიძლება ითქვას, რომ 1921 წელს მიღებული პირველი კონსტიტუცია მთლიანად ეყრდნობოდა სწორედ აი ამ 1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის აქტის ძირითად პრინციპებს და 1921 წლის კონსტიტუცია იყო გამორჩეულად პროგრესული დოკუმენტი, რომელიც ფეხს უწყობდა და იზიარებდა იმდროინდელ ევროპულ სამართლებრივ ტრადიციებსა თუ ღირებულებებს და დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ სწორედ საქართველოს კონსტიტუციაზე, მის ღირებულებებსა და მიზნებზე და დღეს მდგომარეობით მოქმედებს სწორედ 1995 წელს მიღებული საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ერთგვარი სამართალმემკვიდრე არის 1921 წლის კონსტიტუციის. ამიტომ დღეს არის შესანიშნავი დღე იმისათვის, რომ ქვეყნის უზენაესი კანონის შესახებ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ყველა სხვა დანარჩენი საკანონმდებლო აქტები სწორედ ამ მთავარ კანონზე დგას. და ჩვენთან ერთად არის ანა ფირცხალაშვილი, სამართლის დოქტორი, კონსტიტუციონალისტი და ამ სფეროში არაერთი სახელმძღვანელოს ავტორი და განსაკუთრებით მიხარია ქალბატონი ანას აქ ყოფნა. მოგესალმებით და გასაგილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და დავიწყოთ მსჯელობა ზოგადი საკითხებით და პირველ რიგში ვისაუბროთ რა არის ამ საქართველოს კონსტიტუციის მიზანი, დანიშნულება და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში ესეთი უზენაესი კანონი არსებობს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის და მიხარია, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა თქვენს მაყურებელს ვესაუბრო საქართველოს კონსტიტუციის შესახებ. მით უმეტეს 26 მაისია გილოცავთ თქვენ მაყურებელს მთელ საქართველოს ვილოცავ ამ დღეს და დღეს ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის საქართველოს კონსტიტუციის არსზე საუბარი. კი. და აი თქვენ დაიწყეთ, თქვენი პირველი სიტყვები იყო, როგორ იწყება საქართველოს კონსტიტუცია. და ჩვენ შეგვიძლია ძალიან კარგად შევადაროთ სხვა ქვეყნების კონსტიტუციასაც, აი ეს ადგენს კონსტიტუციის იდენტობას. როგორ იწყება?
ქვეყნის კონსტიტუცია სხვაგვარად იწყება. ჩვენი კონსტიტუცია იწყება ჩვენ საქართველოს მოქალაქეები და ვამკვიდრებთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას და მე მოდის ადამიანის უფლებები, სამართლებრივი სახელმწიფო და ასე შემდეგ. თუ გადავხედავთ მაგალითად გერმანიის კონსტიტუციას, ჩვენ ვხედავთ, რომ იქ ღირსებაზე, ადამიანის ღირსებაზე არის აქცენტები და ალბათ ამასაც თავისი ისტორიული წარსული აქვს. მაგალითად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იმიტომ რომ ეს ნაციონალურ ფაშისტური რეჟიმების შემდეგ შეეცადა გერმანია, რომ თავისი ახალი სახელმწიფო და დემოკრატიულობა ეშენებინა, ალბათ ეს არის პასუხი. თუმცა სხვა ქვეყნებსაც თუ მივყვებით, შეგვიძლია ეს იდენტობა აღმოვაჩინოთ. და ძალიან საინტერესო არის, როგორ სრულდება ბოლო მუხლი, რა არის საქართველოს კონსტიტუციის. და ეს არის 78 მუხლი, რომელიც გვეუბნება, რომ საქართველოს დასავლური კურსი, ევროპული ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი და კონსტიტუციურმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველოს მოახდინოს ევროპული ინტეგრაცია. ეს რაღაცნაირად პირველი და ბოლო მუხლი კრავს ამ ყველაფერს ერთად და ის რაც გვაქვს შინაარსობრივად საქართველოს კონსტიტუციაში ადამიანის უფლებები, უმთავრესი ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, სოციალური სახელმწიფო, ეს არის მთელი პირველი და ბოლო მუხლით, ასე რომ ვთქვათ, შემოსაზღვრული და ღირებულებებიდან დაწყებული, ჩვენ რასაც ვამბობ, რომ სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები გვინდა, ის მიდის ყველაფერი ევროპამდე, ევროკავშირამდე და ეს არის ჩვენთვის მიზნის მიღწევის საშუალება. სწორედ ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, სადაც ჩვენ გვინდა რომ ყველაფერი ის, რაც ჩვენ გვიწერია პირველიდან ბოლო მუხლამდე, აი იქ განვახორციელოთ. კი, ძალიან საინტერესო პრიზმაში წარმოაჩინეთ საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება და ასევე კონსტიტუციით არის დადგენილი ის თუ რას გულისხმობს სამართლებრივი თუ სოციალური სახელმწიფო, ხო? და ამასაც რა თქმა უნდა აღიარებს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და ესეც რომ განმარტოთ რა იგულისხმება მაგალითად სამართლებრივ სახელმწიფოში და რა სოციალურ სახელმწიფოში. დიახ. მნიშვნელოვანი პრინციპები საქართველოს კონსტიტუციისა სწორედ გახლავთ პირველი სამი, რაც გვიწერია პრეამბულაში: სამართლებრივი სახელმწიფო, სოციალური სახელმწიფო და დემოკრატია. და მთელი დემოკრატია წარმოუდგენელი არის ამ ორის გარეშე. და რატომ? დემოკრატია ყველა ვიცით, რომ ეს არის უმრავლესობის მმართველობა, თუმცა შესაძლოა ზოგჯერ უმრავლესობა ისეთ გადაწყვეტილებასაც იღებდეს, რომელიც თვითნებური იყოს, რომელიც ადამიანის უფლებებთან არ იყოს შესაბამისი. სწორედ ამიტომ და ეს არის სამართლებრივ სახელმწიფოზე, ლიბერალურ შეხედულებებზე აწყობილი დემოკრატია, რომ მხოლოდ უმრავლესობის ნება კი არ უნდა მართავდეს, არამედ იქ არის ადამიანის უფლებები, რომელიც ბოჭავს უმრავლესობას. უმცირესობა შეიძლება ყოველგვარი იყოს და ჩვენ შესაძლოა ზოგჯერ ვიყოთ უმრავლესობაში და ხანდახან უმცირესობაშიც. გააჩნია რა პრიზმიდან შევხედავთ, ხომ? სწორედ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიასთან და სოციალურ სახელმწიფოსთან არის კავშირში და მისი მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ ჩვენ სახელმწიფოში მიუხედავად და მნიშვნელოვანი დემოკრატიული გზავნილებისა აუცილებლად უნდა იყოს დაცული ყველა უმცირესობის უფლება. ეს იქნება იგივე მაგალითად ნებისმიერი უმცირესობა შეიძლება იყოს ეთნიკური, ეროვნული, შეიძლება აზრისა და რა ვიცი გამოხატვის მიხედვით უმცირესობა, გენდერული, ყველა ნებისმიერი უმცირესობა, რომელიც არ წვეტს მისი უფლება უნდა იყოს აუცილებლად დაცული დემოკრატიაში. კი ბატონო. ჩვენი კონსტიტუციის 95 წელს მიღებული კონსტიტუციის საფუძველი ვიცით რომ იყო 1921 წლის კონსტიტუცია, ხო? რა მნიშვნელობის მატარებელი იყო ის მაშინდელი კონსტიტუცია და რა მნიშვნელოვანი მიღწევა იყო პირველი რესპუბლიკის? ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა არის და მე ხშირად სტუდენტებს რომ ეკითხებიან ხოლმე, აი ჩვენ რომ 1921 წლის კონსტიტუცია ვქონოდა, დღეს სად ვიქნებოდით? და ალბათ ჩვენ ვიქნებოდით დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი ევროპული იმღირებულებებით, სადაც ვარ ტერიტორიულად რა თქმა უნდა იქ ვრჩებით, თუმცა 21 წლის კონსტიტუციაში გამტკიცებული იყო სოციალური სახელმწიფოს პრინციპი ძალიან სიღრმისეულად და ძალიან მყარად. რას ნიშნავს ეს? ეს არის თანასწორობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი. როცა სახელმწიფო ზრუნავს და ის არა მხოლოდ რომ სახელმწიფო არ ერევა შენს უფლებაში. მაგალითად 21 წლის კონსტიტუციაში, ეს ცნობილი ფაქტია, რომ ქალები ჰქონდათ და ეს ერთ-ერთი მოწინავე იყო 21 წლის კონსტიტუცია, რომ ევროპაში ალბათ ერთ-ერთი პირველი იყო. კი, სხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანების არსებობა ხელმოწერაში. ნახეთ როგორ იყო მაშინ საქართველოს დამფუძნებელ
კრებაზე არჩეული იყო 5 ქალი, მათ ჰქონდათ ესე იგი ქალებს ჰქონდათ არა მარტო ხმის მიცემის უფლება, არამედ ჰქონდათ ასევე უფლება რომ ყოფილიყვნენ არჩეული. და ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ფაქტი, რომ საქართველოში ოღონდ თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ჩატარდა 1919 წელს, არჩეული იყო მუსულმანი ქალი, პირველი, რომელიც მსოფლიოში მაშინ არ არსებობდა ეგეთი პრეცედენტი და ალბათ შემდეგ მოგვიანებით დამკვიდრდა. თუმცა ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია ჩვენი, რომელიც მარტო სადღეგრძელოებში არ უნდა გადაიზარდოს. ზუბრასთან ქალების სადღეგრძელოები ყველას უყვარს, თუმცა შემდეგ როდესაც პრაქტიკაში როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი ეს არის. კი, მეტი ზრუნვა ჭირდება, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით სახელმწიფოს, იგივე დედების მიმართ, ოჯახების მიმართ, სადაც ქალი არის და სადაც უფრო მეტი ყურადღება ჭირდება ქალს სხვადასხვა კომპონენტებში. ერთი კითხვით ჩაგერთვებით, გოგა, თუ შეიძლება. ჩვენ ვიცით საკანონმდებლო აქტების მიღებას რა მონაწილეობა ჭირდება ადამიანური თვალსაზრისით. საპარლამენტო უმრავლესობას ზოგი არის 1/13, ზოგი 2/13 და ასე შემდეგ. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასაც თავისი მახასიათებლები აქვს, სადაც თავისი წინაპირობები აქვს და ჩვენ ვიცით რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია და მასში ცვლილების შეტანა არ არის ადვილი ამბავი. რატომ არის მნიშვნელოვანი ვიაზრებდეთ, რატომ აწესებს კანონი კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებზე სპეციალურ მოთხოვნას, სპეციალურ რაოდენობას ადამიანებისას და რატომ არ უნდა დავუშვათ ჩვენ ქართველები ამ დოკუმენტის ძალიან მარტივად მოდიფიკაცია. მართალია. მაშინ ერთ მაგალითს მოგიყვანთ, მაგალითად თუ ავიღებთ ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციას, რომელიც 1789 წელს იქნა მიღებული და რა ვიცი 240 წელია დაახლოებით იმის მერე გასული, ხო და მასში შეტანილი არის მხოლოდ 27 ცვლილება დღემდე. 27 ხო და ჩვენი კონსტიტუცია, რომელიც 95 წელს იქნა მიღებული და რა ვიცი 3 ათეულ წელს ითვლის, მხოლოდ მასში სადღაც 150 ცვლილება არის შეტანილი. ხო, ანუ გარდამავალი დემოკრატიებისთვის ოღონდაც ეს არ არის ახლა ძალიან უცხო და ჩვენ ვართ გარდამავალი დემოკრატიების ქვეყანა სამწუხაროდ, მაგრამ ოდესღაც უნდა მივიდეთ იქამდე, რომ გავიაზროთ და ვიცოდეთ, რომ კონსტიტუცია კი არ უნდა მოირგოს ხელისუფლებამ, არამედ ხელისუფლება, რომელიც აირჩია ადამიანებმა, ის უნდა მოერგოს და ითამაშოს კონსტიტუციის წესებით, ასე რომ ვთქვათ. აი ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ჩვენს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა არის ძალიან რთული, მაგრამ ამას რაღაცნაირად მაინც ახერხებენ. წარმოიდგინეთ, შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე ხო, აი გერმანიის კონსტიტუციაში ის უფრო მოქნილია, ჩვენი კონსტიტუცია უფრო ხისტია, მაგრამ თუ შევხედავთ ფაქტებს, ქართველები რაღაცნაირად მაინც ვახერხებთ, რომ შევცვალოთ ჩვენი კონსტიტუცია ძალიან ხშირად. კი, არ უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუცია ადვილად манипуლირებადი დოკუმენტი, მას უნდა ქონდეს სტაბილურობა, იმიტომ რომ ის ძირითადი პრინციპები თუ გარანტიები, რაც საქართველოს კონსტიტუციაში არის მითითებული, ყველა სხვა დანარჩენი საკანონმდებლო აქტი მასთან უნდა იყოს შესაბამისობაში. და ეს ქალბატონმა ანამ ისაუბრა ასევე ადამიანის უფლებების მნიშვნელობაზეც და მის დაცვაზე და კონსტიტუციის მეორე თავი სწორედ ამ ადამიანის უფლებებს განსაზღვრავს და აი ეს თემაც რომ განვავრცოთ, რა ძირითადი უფლებები არის კონსტიტუციით გარანტირებული და ასევე ხშირად გამოიყენებენ ხოლმე ტერმინებს, აი უფლებები და თავისუფლებები. ხო, არის თუ არა ტერმინოლოგიურად მათ შორის რაიმე განსხვავება და როგორი დატვირთვით გამოიყენება ხოლმე. ჩვენი კონსტიტუცია გვეუბნება ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი, ანუ ორივეს ერთად რაღაცნაირად ერთ კოდექსში წარმოადგენს. თუმცა თუ გრამატიკულად შევხედავთ, ამაში რა თქმა უნდა განსხვავება არის. მაგრამ უკვე თუ კი ჩვენ ამას სისტემურად მოვიაზრებთ, წაიშალა და დიდი ესეთი განსაკუთრებული განსხვავება სამართლებრივად უკვე აღარ იკვეთება. მაგალითად, ჩვენ როცა ვსაუბრობთ თავისუფლებებზე, შეიძლება კლასიკურად გავიგოთ, რომ სახელმწიფოს სთხოვს ადამიანის თავისუფლება, რომ არ ჩაერიოს მის მოქმედებაში. როცა უფლებებზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში სახელმწიფო სთხოვს, რომ იზრუნოს მასზე და რაღაცა გაუკეთოს პოზიტიურად იმოქმედოს სახელმწიფო ადამიანის სასარგებლოდ. ეს არის კლასიკური გაგება. თუმცა ნელ-ნელა უფლება თავისუფლების განვითარებასთან ერთად ეს ესეთი მკვეთრი მიჯნა ამაში უკვე აღარ არის. თუმცა იმას დავამატებდი ახლა, რომ ადამიანის თავისუფლებები ეს არის პირველადი, ასე
ასე რომ ვთქვათ, თავისუფლებას ითხოვდა ადამიანის სახელმწიფოსგან, ყოველთვის პირველი უფლებები იყო, მაგალითად, habeas corpus-ის უფლებებს ეძახიან, რომ მაგალითად გადაადგილების თავისუფლება, რომ აი ვთქვათ, ფიზიკურად რომ არ ჩაერიოს, არ დააკავოს უხეშად და ასე შემდეგ, თუმცა დღემდე მოვედით ისე, რომ განვითარდა ადამიანის უფლებები, რომ უკვე ვითხოვთ მაგალითად ჯანდაცვას, ვითხოვთ პენსიებს, ვითხოვთ და ეს იმიტომ რომ ესე განვითარდა ზოგადად სახელმწიფო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. და როდესაც საუბრობთ ხო ჩვენ ადამიანის უფლებებზე, რა თქმა უნდა, იქვე არსებობს ხომ სახელმწიფოს ვალდებულებებიც და ორად ყოფენ ხოლმე სახელმწიფოს ვალდებულებებს. ეს არის პოზიტიური, ნეგატიური ვალდებულებები. ნუ პოზიტიური ვალდებულებები, ნუ თავისი შინაარსით სახელმწიფოებისგან მოითხოვს მოქმედებას, ხომ? რაც გულისხმობს იმას, რომ სწორედ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ დაიცვას ეს უფლებები და არამართზომიერი ხელყოფისგან, რაიმე ტიპის ჩარევებისგან და ეს იქვე არსებობს ნეგატიური ვალდებულებაც, ხო? ეს ნიშნავს, რომ თავად სახელმწიფო არ იყოს დამრღვევი ამ უფლებების და თავი შეიკავოს ამ უფლებაში, რა იცი, გაუმართლებელი თუ უსაფუძვლო ჩარევებისგან. აი თქვენ მინდა კითხოთ, აი ადამიანის უფლებების თვალსაზრისით რაიმე იერარქია თუ არის განსაზღვრული, აქვს თუ არა რომელიმე უფლებას განსაკუთრებული უპირატესობა თუ ყველა უფლება არის თანაბრად მნიშვნელოვანი. ყველა ადამიანის უფლები, უბრალოდ ადამიანის ყველა უფლების საფუძველს ქმნის ადამიანის ღირსება. და ღირსებაში ჩარევამ არის დაუშვებელი. აბსოლუტურია. კი ბატონო, თუმცა გვაქვს ჩვენ სხვა უფლებები, რომელშიც ყოველდღიურად შეიძლება სხვათა უფლებების დაცვისთვის იყოს ჩარევა ხდებოდეს. მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ჩარევა და ეს მე მგონი კარგია, რომ საზოგადოებამ აუცილებლად კარგად გაიაზროს, რომ ასეთი ჩარევა უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული. არ შეიძლება დაუშვათ ადამიანმა ჩაიდინოს მარტივი გადაცდომა და ამისთვის მას სისხლისამართლებრივი მსაჯელი დაეკისროს. ხომ, მაშინ უკვე ასეთი ჩარევა არის არაპროპორციული. ხშირად, როდესაც კითხვა არის იმაზე, აი, ხო, ნახე რას აკეთებს, ხო, ჩაიდინა, ხო, თქვათ რაღაცა. ეს თუ უდავო არის და ფაქტია, დაუშვათ თუ რაღაცა მართლაც მოხდა, ამ შემთხვევაში აუცილებელია რომ სახელმწიფო მეც გააკეთოს თანაზომიერად. ამის მაგალითები დღეს გვაქვს ძალიან ბევრი, ხო, და ალბათ ამის ხაზგასმა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხო, ყოველთვის, იმიტომ რომ არ იყოს რომ მარტო რაღაცა ერთ ხაზს მივყვეთ და ანუ რეალურად რა სურათია ამის აღსაქმე. სწორედ აქეთ მეც მივდივარ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ადამიანი არ იყოს გამოყენებული როგორც და ეს არის ღირსების შემლახავი როგორც ობიექტი. ახლა ეს რას ნიშნავს? დაუშვათ არ შეიძლება ვიღაცა დავსაჯოთ, იმიტომ რომ მეორემ არ გააკეთოს იგივე. აი როგორც საშვენებლად რომ გამოვიყენოთ ადამიანი, ხო? ეს არის დამკვიდრებული მსოფლიო სტანდარტი დემოკრატიებში დამკვიდრებული, რა თქმა უნდა, როდესაც არ შეიძლება ადამიანის გამოყენება, მისთვის სასჯელის გამოყენება სხვის დასაშინებლად, რომ აი ვაჩვენოთ, აი თქვათ რატომ. და სანდრო ახმეტელს რაც გავუკეთეთ, ეს არ შეიძლება. კი, აი ახლა ჩვენ ძალიან ბევრი სამწუხარო მაგალითი გვაქვს. კი ბატონო, თანამედროვე მაგალითებიც, რომელიც ამაზე მეტყველებს და კიდევ ერთი რამ, რადგან ნიკამ შემეკითხა, ესეც მინდა რომ აუცილებლად გოგავკაცრად თქვა, რომ ესე იგი რატომ არ შეიძლება ადამიანის ღირსებაში და რატომ არის წამება აბსოლუტურად შეზღუდული უფლება. ესე იგი წამება ადამიანის და არაადამიანური მოპყრობა ეს არის ის დონე, როდესაც სახელმწიფო ადამიანს უკვე იპყრობა ისე, როდესაც ეს მოპყრობა წამებას აღწევს. და ანუ არავინ არ შეიძლება ეს ტერორისტი თუ რა ვიცი მაფია თუ რა ვიცი ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, აბსოლუტურად აკრძალული უფლება არის და რატომ, ხო? აი ხშირად არის კითხვა, რომ აი რატო დაუშვათ თუ კი თქვა ვიღაცამ ჩაიგდო მეორე ადამიანი, რა ვიცი მძევლად და მე მინდა გავიგო სად არის ის, აი რატომ არ შეიძლება რომ გამოვიყენოთ მექანიზმი ისე, ხო, წამების მეთოდი, ნახეთ, ხო? ეს ასეთ შემთხვევებშიც კი აკრძალულია და რატომ? იმიტომ რომ თუ კი ერთხელ ჩვენ დავუშვებთ შესაძლებლობას იმისას, რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაცა кейსებზე ვაწამოთ ადამიანი და მივიყვანოთ ისეთ მდგომარეობამდე, რომ განიცადოს სულიერი ან ფიზიკური მძიმე ტრავმა, მაშინ უკვე სახელმწიფო ქმნის მექანიზმს, რომელიც შეუძლია ყველა ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენოს. მე ეს მექანიზმი შეიძლება გამოიყენოს პოლიტიკური დევნისთვის, ვიღაცა შეიძლება კანისფერის გამო არ მოეწონოს, ვიღაცა თავისი მოსაზრების გამო და თუ კი ერთხელ ხო, აი ზუსტად ეს არის მთელი იდეა ამისი, თუ კი ერთხელ გამოვიყენებთ, უკვე პრეცედენტი ხდება ის და უკვე შეგვიძლია ყოველთვის დავასაბუთოთ, რატო ვაწამებთ და ეს არის აბსოლუტურად ამ სიმძაფრების გამო არის, რომ ხანდაზმულობის ვადაც არა აქვს ხო ამ ყველაფერს, აი რა უნდა ვიცოდეთ ამ დარღვევის შესახებ და შესაბამისად ის რაც დღეს ხდება, რატომ ვართ იმაში დარწმუნებული, რომ აუცილებლად მოეკითხება ყველას, ხო, ვინც ამას ჩადის მოგონებს. კი, ნამდვილად ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საერთაშორისო
საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა, მაგალითად იგივე აქციების ეს არ იყო დაშლა, ეს იყო დარბევა პირდაპირ, რასაც ვუყურეთ, უსმინეთ, მაგალითად თანაზომიერი ჩარევა სრულდება იქ, როცა შევძელი, დავშალე და ის შურის ძიება თუ მოყვება ამას, მაგალითად იგივე ეგრეთ წოდებული პატარა ავტობუსები, რომელშიც გასუგდებდნენ ადამიანებს და რომლებიც ანუ მართლა არ ადამიანური მოპყრობის ხვეპლი გახდნენ. ეს არ იყო თან ერთეული შემთხვევები, ეს იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადებული დასკვნები, რომელიც მართლაც შემოწმებელია და მართლაც წამების ზღვარს უკვე ცდება და იქ წამების ზღვარი არის ეს. აქედან გამომდინარე, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ყოველთვის ამაზე ჩვენ შეგვიძლია ხანდაზმულობა ამას არ აქვს და ყოველთვის შეგვიძლია და აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, ვინც აღმასრულებლები არიან. ეს აუცილებელია, რომ იცოდეს ყველამ, რომ დავალება, ყველა დავალება არ არის მისაღები. ჩვენ იმიტომ ვართ ადამიანები და არ ვართ მანქანები და რა ვიცი რაღაცა ტექნიკა, რომ უნდა გავიაზროთ, რას ვაკეთებთ და ეს მაგალითად ნიუნბერგის პროცესმა აჩვენა ძალიან კარგად. როდესაც გერმანიაში აწამებდნენ ადამიანებს ნაციონალ-ფაშისტები, იმის შემდეგ, რა თქმა უნდა, გამართლება იყო ბევრი მოსამართლის, ბევრი იმ ადამიანის, რომლებიც აწამებდნენ ზუსტად და აღასრულებდნენ იმ ერთი ან ორი ან ხუთი იდეოლოგიის დავალებებს, რომ ჩვენ გვავალებდნენ. ეს არ არის გამართლება და ყველას, ვინც ჩაიდინა ის, რაც ყველა გონიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ის არ შეიძლება, შეიძლება უმაღლესი განათლებაც არ არის ამისთვის საჭირო, ყველამ იცის, რომ არ შეიძლება სადმე გამომწყობილ ადამიანს ურტყა უბრალოდ თავში შეუგდო გაზი და მიიყვანო ასეთ საშინელ მდგომარეობამდე. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ყველამ იცოდეს ამის შესახებ. კი ბატონო. და ეგ ალბათონმა ამ რაზეც ისაუბრა, ხომ, არსებობს ეს ადამიანის უფლებების სხვა ტიპის კლასიფიკაციები და მათ შორის შეიძლება ზოგიერთი უფლება იყოს აბსოლუტური ხასიათის, ზოგიერთი ეგრეთ წოდებული შეზღუდული ხასიათის. ნუ აბსოლუტური ხასიათის უფლება ნიშნავს იმას, რომ მასში ჩარევა არის გაუმართლებელი, ხომ, ანუ კონსტიტუცია პირდაპირ გრძალავს, რომ დაუშვებელია თუნდაც გამონაკლისების დონეზე ამ უფლების შეზღუდვა და სწორედ ადამიანის ღირსება, ხო, წამების, სასტიკი, არჰუმანური მოპყრობის აკრძალვა ან სასჯელის გამოყენების აკრძალვა აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას განეკუთვნება, ხო? თუმცა არსებობს რიგი უფლებები, რომელიც შეზღუდვადია, მაგრამ შეზღუდვადი არ ნიშნავს იმას, რომ უსაფუძვლოდ და უსაბუთებლად რაღაც აბსტრაქტულ გარემოებებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს შეზღუდვა, ხო? შეზღუდვადი გულისხმობს იმას, რომ როდესაც საჭირო გახდება, რომ ადამიანს ეს უფლება შეუზღუდვა, მაგალითად საკუთრების უფლება, მაგალითად რა თქმა უნდა, ეს უნდა მკაცრად განსაზღვრულ კრიტერიუმებს ექვემდებარებოდეს, აუცილებლად უნდა იყოს ეს შეზღუდვა პროპორციული და ბუნებრივია უნდა იყოს დასაბუთებადი, ხო, იმისაც რომ გამართლებული იყოს ესეთი მნიშვნელოვანი უფლების შეზღუდვა. და ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის გარანტირებული, ხომ, საქართველოს კონსტიტუციით და ასევე ვისაუბროთ ბოლოდროინდელ პრაქტიკაზე, ხო, იმიტომ რომ ბოლო თვეების განმავლობაში ქართულმა ოცნებამ მიიღო არაერთი კანონი, რომლითაც შეიზღუდა, ხო, მნიშვნელოვნად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განხორციელდა ცვლილებები, რითაც მნიშვნელოვნად გაუარესდა, ხომ, საჯარო მოხელეების უფლებრივი მდგომარეობა. აი ეს ცვლილებები რამდენად არის შესაბამისობაში, ხო, აი ამ საქართველოს კონსტიტუციის ღირებულებებთან და სულისკვეთებასთან. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენების მოწმე ვართ ჩვენ სამწუხაროდ უარყოფითად მნიშვნელოვანი უნდა ითქვას, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ამაზე ვილაპარაკოთ. აი მე ვახსენე 78 მუხლი და ეს არის საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში და ჩვენ ვიცით რომ დეკემბრის, ნოემბრის ბოლოს, როდესაც განცხადება იყო ესეთი მართველი ძალის მიერ გაკეთებული, რომ კი ბატონო, რომ ჩვენ ევროკავშირისკენ ეხლა აღარ მივდივართ, ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა მან. ისე როგორც ჩვეულებრივ სამოქალაქო საზოგადოებაში, ასევე საჯარო სამსახურებშიც და სადღაც 2000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა პეტიციას ხელი, რომლითაც ისინი არ ეთანხმებოდნენ აი ამ ხელისუფლების კურსს და მათ არც აქვთ ვალდებულება, რომ რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიის განცხადებას დაექვემდებარონ და დაეთანხმონ, პირიქით მათ აქვთ ვალდებულება, რომ ემსახურონ საქართველოს კონსტიტუციას. შესაბამისად, მათი ეს განცხადება იყო ლეგიტიმური აზრისა და სიტყვის გამოხატვის ფარგლებში და მათ რა თქმა უნდა, პირიქით მათი ვალდებულებაც იყო ეს, რომ ეთქვათ, რომ ჩვენ წლებია,
ვიცი 30 წელია თუ მეტია 90-იანი წლებიდან არ დამდგარა არასოდეს ეს მარტო ამ ხელისუფლების დამსახურება არ არის შეიძლება კი მართალია ლიბერალიზაცია ამ ბოლო დროს მოხდა დიდი ბევრი ნაბიჯი გადაიგდა მოქმედი მართველი ძალის მიერ ევროკავშირისკენ თუმცა 90-იანი წლებისდან არ დამდგარა არასდროს ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების ასეთი საკითხის კატეგორიული ასე რომ ვთქვათ გადაწყვეტა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ საჯარო მოხელეები მთელი ეს პერიოდი ისე როგორც ჩვენი საზოგადოების ყველა წევრი ევროკავშირისკენ ასე რომ ვთქვათ მივემართებოდი ჩვენ ყველა ევროკავშირის მიერ და უამრავი ფონდი ახორციელებდა ძალიან ბევრი ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ახორციელებდა ამ ადამიანების დატრენინგებას როგორ როცა შევალთ ჩვენ ევროკავშირში როგორ იქნება ჩვენი სახელმწიფო მოწყობა და ასე შემდეგ და უცებ ახლა რომ უკვე ჩვენ ევროკავშირში აღარ მივდივართ ეს რა თქმა უნდა არ იყო მისაღები ამ ადამიანებისთვის. ამის შემდეგ ასე რომ ვთქვათ, მე ამას შურისძიებას უფრო ვეძახი, იმიტომ რომ თუ არ ემსახურებით, მაშინ ჩვენს ხელისუფლებამ მაშინ არ უნდა იყოთ მაშინ საჯარო სამსახურშიო და მართლა ძალიან რეპრესიული ცვლილებები წავიდა. რა ვიცი, ბევრი იყო მაგალითად ის, რომ აი მართლაც საჯარო სამსახურის რეფორმა 2014 ცოტა კიდევ ადრე დაიწყო, მერე ძალზე შევიდა 16 წელს და ძალიან საკმაოდ ისეთი ძლიერი საჯარო სამსახურის შექმნისკენ მივდიოდით. მაგრამ აი მთელი ამ რეფორმას და ეს რეფორმა სხვათა შორის იყო წინაპირობა ჩვენი ევროკავშირში და არის ჯერ კიდევ რჩება ასოცირების ხელშეკრულების და გაწევრიანების. და ნახეთ მთელს ამ რეფორმას აი ამ დამანგრეველი, ასე რომ ვთქვათ, ცვლილებებით გამოეთხარა ძირი სამწუხაროდ. ეხლა მაგალითად ერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო რა იყო ყველაზე ცუდი. ნუ ბევრი შეგვიძლია მოვიყვანოთ, მაგრამ ერთი ის რომ მაგალითად თუ კი რეორგანიზაცია განხორციელდა საჯარო სამსახურში და დათხოვნილი იქნენ საჯარო მოხელეები, ეს ადამიანები შემდეგ სასამართლოში წავლენ, თქვათ და გაასაჩივრებენ და თუ კი აი ასეთი პირობებშიც კი სასამართლო მიიჩნია რომ ესენი უსაბუთლოდ უკანონოდ იყვნენ სამსახურიდან გაშვებულები, მათ არ აქვთ უფლება რომ მოითხოვონ სამსახურში აღდგენა. ხო, ანუ ეს არის აბსოლუტურად დარღვევა თუნდაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპის და რატომ სასამართლო არის, ნუ უნდა იყოს მინიმუმ ის ხელისუფლების შტო, რომელმაც უნდა გამოასწოროს აღმასრულებელი ხელისუფლების პარლამენტის და ასე შემდეგ ჩადენილი ცვლილებები. თუ კი ჩვენ გვექნება კარგი სასამართლო, ჩათვალეთ რომ ჩვენ ყველაზე ნაკლები პრობლემა გვექნება და აქედან გამომდინარე სასამართლო უნდა იყოს ის ორგანო, რომელიც დაიცავს ყველას უფლებას, მათ შორის საჯარო მოხელეებს. შესაბამისად, ეხლა ეს ცვლილებები არის გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამართლოში საჯარო მოხელეების მიერ და ნახოთ საკონსტიტუციო სასამართლო არ ვიცი მართალი გითხრათ ხო მოდი წინასწარ არ ვიტყვი თუმცა გასაჩივრებული არის და მე მინდა რომ ვიქონიო იმედი რომ რაღაცნაირად ინსტიტუცია დარჩება ინსტიტუციური მდგრადობა ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძველი ადამიანის უფლებების დაცვის საფუძველი და რა ვიცი თუ შევხედავთ და უშუალოდ თუნდაც არ ვიცი ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში დიქტატორიც რომ მოვიდეს თუ კი სასამართლო გვაქვს ჩვენ კარგი ჩათვალეთ რომ ვინ არჩუნებთ ხელისუფლებას ამიტომ ჩვენ დღეს ვდგავართ ამ საშიშროების შეჯამებისთვის ალბათ ის უნდა ვთქვათ რომ ეს ყველაფერი ცალ-ცალკე რაზეც ვისაუბრეთ რას კრავს და სამწუხაროდ რა გზით მივდივართ ანუ ძალიან პირდაპირი მაგალითები გვაქვს კონსტიტუციას რამდენად გვერდს უვლით და საერთოდ სხვა მიმართულებით მივდივართ და სამწუხაროდ ქვეყნის კურსიც ძალიან რადიკალურად არის შეცვლილი აი ამ კუთხით რა გვაქვს გასააზრებელი დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა არის ალბათ ეს იმიტომ რომ მარტო დადებითი პასუხი ანუ უარყოფითი ამაზე არ არის იმიტომ რომ ერთის მხრივ კი მართალია ჩვენ ვხედავთ რა არასწორი გზით მივდივართ მაგრამ მეორეს მხრივ იმასაც ვხედავთ რა მხელ არის წინააღმდეგობა და ეს ძალიან კარგია მოდით ესე შევხედოთ ჩვენ საზოგადოებაში მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები როდესაც გაიფილტრა შეიძლება ესე ითქვას და შეიკრა ძირითადად ის ნაწილი რომელსაც ემატება დღითი დღე ადამიანები მე ესე ვხედავ შეიძლება ზოგიერთი ფიქრობდეს რომ აქციაზე იმდენ ხალხი არ არის თუმცა ეს ჩემი აზრით მაჩვენებელი არ არის მე ყოველდღიური შეხება მაქვს ახალგაზრდებთან სტუდენტებთან მეგობრებთან რა ვიცი კოლეგები ყავს და ვხედავ მე სხვა რამეს ვხედავ მაგალითად იყო ვთქვათ ის ამორჩევლები ყავდა ახლანდელ მართლ ძალას რომელიც ფიქრობდა რომ მართლა ევროპისკენ მივდივართო თუმცა აი ეს არასწორი ცუდი არ ვიცი რა სიტყვები დაუძახო ამ ნაბიჯებს როგორც ისინი მიდიან უფრო და უფრო ფილტრავს იმ ადამიანებს და
ვინც მართლა მოტყუებული იყო, ის ხედავს ჩვენ სად ვიყავით და დიდი მუხტი იზრდება და ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის დემოკრატიისკენ მიმავალი გზა, რომელიც კრავს დიდ სამოქალაქო საზოგადოებას და ეს დადებითია. მოდით დადებითად შევაფასოთ მაინც. ნამდვილად. დიდი მადლობა ქალბატონანს ძალიან საინტერესო საუბრისთვის და დღევანდელ დღესაც ალბათ სიმბოლური იყო რომ ჩვენ ამ თემაზე გვემსჯელა. ნამდვილად და გარდა იმისა რომ მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის თავისუფლების მოპოვება, ამას სჭირდება შენარჩუნება, რა თქმა უნდა და ასევე არის ადამიანის უფლებებიც, იმიტომ რომ ადამიანის უფლებების დაცვას, შენარჩუნებას სჭირდება ყოველდღიური ბრძოლა იმისათვის რომ ის რაც არის გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციით, ასევე იყოს ეს რეალურ ცხოვრებაში და ჩვენ არაერთხელ ვახსენეთ, რომ ადამიანის ღირსება არის აბსოლუტური უფლება, ხო? მაშინ ჩარევა არის ყოველად დაუშვებელი და მინდა რომ რაღაც ამ სულისკვეთებით დავასრულო ამ საკითხზე საუბარი, რომ აი მთავარი ღირებულება არის სწორედ ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი, სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი და ადამიანს აქვს ღირსება და უფლებები იქიდან გამომდინარე, რომ ის არის ადამიანი. და ყოველი ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ამ ადამიანის პიროვნულ აღიარებას და მინდა რომ ეს სიტყვები ყოველთვის გვახსოვდეს და ასე ვიმოქმედოთ. დიდი მადლობა გოგა, მაყურებელს კი ვეტყვით რომ დღევანდელი დღის მთავარი ამბები იწყება დღის 3 საათიდან, ეს იქნება მარშები, შემეცნებითი პროგრამა ბავშვებისთვის, დისკუსიები თუ ლექციები, გამოფენები, სხვადასხვა აქტივობა. მოკლედ მთელი დღე შეგვიძლია გავატაროთ რუსთაველის გამზირზე, ვიყოთ ერთად, ვაჩვენოთ ჩვენი ერთობა და ყველაზე მთავარი ვაჩვენოთ ჩვენი სურვილი, როგორი მომავალია არჩეული ქართველი ხალხის მიერ. მოგილოცავთ კიდევ ერთხელ. კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ გულით რომ მრავალს დაესწროთ თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ყველაზე სიმბოლური ალბათ კიდევ ერთხელ შეხსენებინა დღეს რომ ჩვენ ყავს პოლიტპატიმრები, ჩვენ ყავს სინდისის პატიმრები და სოლიდარობა და თავისუფლება მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც რაიმე ფორმით რეჟიმს ემსხვერპლა. დაგემშვიდობებით, ხვალამ და იმავე დროს იმავე ადგილას შევხვდებით. მოვლენების განვითარებას ფორმულას სხვა გადაცემებში მიადევნებთ თვალსნახავად. დროებით. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.